ბათუმის დელფინარიუმი მნახველებისთვის ღიაა. დელფინების წარმოდგენაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს 12 ივნისიდან შეიძლება. დღეს კი 700-მა ბავშვმა, მათ შორის მძრულმა მოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა დელფინების შოუ პირველად ნახეს. დღეს დელფინარიუმში 4 მხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თემას პირდაპირ ეთერში ნათია ლომაძე განაგრძობს. ნათია, რას ითვალისწინებს მემორანდუმი? ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. დღეს ხელმოწერილი დოკუმენტით მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი პროექტები. მთავარი მოლოდინი და საბოლოო შედეგი იქნება შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების შესწავლა და კვლევა ზღვის ბინადრების შესახებ. პროცესში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ჩაერთვებიან. ჯერ მაყურებელი გაამხიარულეს შოუს, ბოლოს კი ტაში თავად დაუყრეს. მწვრთნელების დავალებებს დელფინები ნახევარი საათის განმავლობაში ასრულებდნენ. ბათუმის დელფინარიუმის ბინადრებს მნახველებისთვის მზად აქვს რამდენიმე სანახაობრივი ნომერი, მათ შორის მისალმებისა და ცეკვის. დღეს მათი შემოქმედება 700-მა ბავშვმა პირველად ნახა. სხვებთან ერთად დელფინების შოუს ესწრებოდნენ მზრუნველმოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები. დაპატიჟეს მახინჯაურის ჩულბავშვთა სახლის აღსაზრდელები. ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან ესეთი გასვლის ღონისძიებებით, რადგანაც ისინი მაინც მოკლებული არიან ესეთ გასვლილ ღონისძიებებს. პირველად ვარ დელფინარიუმში და ძალიან მინდა ვნახოთ თუ შეუძლიათ დელფინებს, რაც მე გამიგონია ის რომ ცეკვავენ და ველოდები რომ ძალიან კარგი სანახაობა იქნება. მე დიდხანს ველოდი ამ დღეს და გაგაკეთეს, ძალიან მომეწონა ეს შოუ. ძალიან კარგი ფლუკეს აკეთებდნენ. ნახევარსაათიანი სანახაობრივი საგანმანათლებლო წარმოდგენის გამართვის იდეა ბათუმის მერიასა და დელფინარიუმის ადმინისტრაციას ეკუთვნის. ეს არის 1 ივნისის საჩუქარი პატარებისთვის. ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის კიდევ რამდენიმე სიურპრიზი მზადდება. ახალ სასარგებლო და გასართობ პროექტებს შორის არის დელფინოთერაპია, დელფინებთან სურვის პროგრამა და ყველაზე შთამბეჭდავი დაივინგი დელფინებთან ერთად. არის დელფინთან სურვის პროგრამა. ეს დელფინოთერაპია, მაგრამ ეს უკვე ასე ვთქვათ, ვისაც სურვილი ექნება, რომ კონდეს ვთქვათ ინტერაქტივი დელფინთან. მასთან კონტაქტში იყოს, იცურაოს მასთან და ასე შემდეგ. გარდა ამისა არის კიდევ სხვა პროგრამები, მაგალითად ერთ-ერთი შეიძლება ასეთი იყოს დაივინგი დელფინთან. ესე იგი, როდესაც წყალქვეშ ჩადიხარ აკვალანგით და შენთან კონტაქტში შემოდის წყალქვეშ, ასე ვთქვათ, წყალქვეშა სამყაროში გადადიხარ. გადავწყვეტეთ, რომ 1 ივნისიდან სალაროები გაიხსნათ და ბათუმელებს კონდეთ შესაძლებლობა და არა მარტო ბათუმელებს შესაძლებლობა შეიძინონ ბილეთები, თუმცა კოორდინირებისთვის და უფრო ხარჯი ორგანიზებისთვის გადავწყვეტეთ წარმოდგენა გავმართოთ 12 ივნისიდან. შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების შესწავლის ახალი ეტაპი იწყება. სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ჩაერთვებიან. ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმებას შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, თბილისის ზოოპარკი, შოთა რუსთაველისა და ილიას უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ხელი დღეს მოაწერეს. 4 მხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დელფინარიუმში გაფორმდა. თვალისწინებს სამეცნიერო მუშაობის დაწყებას, წახალისებას არსებული მუშაობის, სტუდენტების გაცვლას, მეცნიერების მონაწილეობას დელფინარიუმის განვითარებაში და ვფიქრობ ძალიან სასარგებლო 4 მხრივი სამუშაოები ჩატარდება. 4 დაწესებულების ურთიერთთანამშრომლობის შედეგი და მოლოდინი იქნება ის, რომ ჩვენ გავზრდით ამ მიმართულებით მომავალ სპეციალისტებს, განხორციელდება ერთობლივი სამაგისტრო, საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამები, საგანმანათლებლო პროგრამები და იმავდროულად მოხდება ჩვენი პროფესორის, სტუდენტებისა და მაგისტრების დასახელოვნება. ვიწყებთ უკვე ესეთი საკმაოდ სრულად შესწავლას შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების, რომელიც რა უცნაურიც არ უნდა იყოს და ვთქვათ ესეთი ცივილიზაციის ცენტრში მდებარე შავი ზღვა ერთ-ერთი ყველაზე შეუსწავლელი ზღვა არის დედამიწის ოქისზე. ამიტომ თავარი შედეგი იქნება სწორედ შავი ზღვის კვლევის დაწყება და მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველი ფლაგმანი სახეობები, რომლებიც არიან ასე გახსოვთ დელფინები. ახალი სანახაობრივი შოუების ნახვა მაყურებელს 12 ივნისიდან შეეძლება. ბათუმის დელფინარიუმი ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა. დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით 5 წლამდე ბავშვებისთვის წარმოდგენაზე დასწრება უფასოა. 12 ივნისიდან დელფინების შოუს ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, როგორც დელფინარიუმში აცხადებდნენ, ამოქმედება ახალი სერვისებიც, ეს იქნება დელფინოთერაპია, ერთი დღე დელფინების გარემოცვაში და დაივინგი დელფინებთან ერთად, რაც შეეხება სანახაობრივ გასართობ შოუებს, ეს იქნება დღეში 2 ჯერ 12 საათზე და 5 საათზე და როგორც დელფინარიუმის წარმომადგენლები აცხადებენ, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით შესაძლოა წარმოდგენების რაოდენობა დღეში რამდენჯერმე გაიზარდოს.